სპორტის შემდეგ კულტურის სიახლეების დრო, რომელსაც სალომე კასრაძე გაგვეცნობს. სალომე, გისმენთ. საღამოშვიდობისა. საქართველოს მწერალთა სახლში ღონისძიება სახელწოდებით ლიტერატურული ღამე გაიმართა. ქართულ მკითხველებსა და მწერლებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ თანამედროვე ლიტერატურის წარმომადგენლებს დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. სტუმრებისთვის აკა მორჩილაძემ საკუთარი რომანიდან ტყუპები და გაბრაზებული კახელი ნაწყვეტებით წაიკითხა. ლიტერატურული ღამე ევროპის კულტურული ორგანიზაციების, ბრიტანეთის საბჭოს, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ინსტიტუტისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მოხარული ვართ, როგორც ინსტიტუციების ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა ჩამოგვეყვანა თანამედროვე ევროპელი მწერლები საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რა თქმა უნდა, გერმანიიდან, ასევე მოვიწვევთ ძალიან ცნობილი ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე, ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა ექნება ქართულ მკითხველს გაეცნოს თანამედროვე ევროპულ ლიტერატურას. ვფიქრობ იმის გათვალისწინებით, რომ ვართ პატარა ქვეყანა და შეუძლებელია გვყავდეს 400,000 ბრწყინვალე მთარგმნელი, რომელიც სრულიად მსოფლიო ლიტერატურას მოიცავდა თავის თარგმანით, ასეთი შეხვედრა ალბათ არის დიდი სიხარული ლიტერატურის მოყვარულებისათვის. ჩვენ მომავალში ვაპირებთ მსგავსი ტიპის ღონისძიებების და პროექტების დაფინანსებას, რომელიც ხელს შეუწყობს ზოგადად საქართველოში ახალგაზრდა თაობაში ლიტერატურის და წიგნის მიმართ უფრო მეტად ინტერესის გაღრმავებას, ზოგადად კითხვიერების ამაღლებას.